1918 წელს სომხეთმა რეალურად სრულმასშტაბიანი ომი გამოგვიცხადა და თავდაპირველად ოქტომბერში, ხოლო შემდეგ დეკემბერში შემოიჭრა საქართველოს იმდროინდელ ტერიტორიაზე. მიზეზი მარტივი იყო, ვერ ხერხდებოდა ლორესა და ახალქალაქის მაზრებზე საზღვრების გავლება. ნახეთ, ვინაიდან ქართულ-სომხური ურთიერთობა პრინციპში მუდმივად კეთილმეზობლურია, ეს აღნიშნული ომი ნათლად აჩვენებს, როდესაც ქვეყნის ინტერესებს ეხება საკითხი, ნებისმიერი სახის კეთილგანწყობები უკან რჩება და წმინდა პრაგმატული გეოპოლიტიკის ლოგიკა ერთვება. ეს არის ერთადერთი ომი ქართულ-სომხურ სახელმწიფოებს შორის 1918 წლიდან მოყოლებული და ბევრმა არ იცის, თუმცა ამ ტრაგიკული მოვლენების ფონზე საბოლოოდ 1921 წელს საბჭოთა კავშირმა გადასცა ლორე სომხეთს, ხოლო ჩვენ ეს ტერიტორია დავკარგეთ. სავარაუდოდ ბევრს წარმოგიდგენიათ, რომ 1918 წელს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა დამოუკიდებლობა რო გამოაცხადეს, მაქედან წარმოიშვა კონფლიქტი. არც მასე მარტივად არ არის საქმე. ნახეთ, დარწმუნებული ვარ, ყველგან შეხვედრიათ სომეხთა კომენტარები, რომ მაგალითად ვეფხისტ ყაოსანი სომხური, ხოლო შოთა რუსთაველი ღირსეული სომხეთის შვილი იყო. ეს ერთი შეხედვით სასაცილო და უცნაური გამონათქვამი მაგ ხალხისგან არა უბრალოდ გაუნათლებლობით გამოწვეული ამბავი, არამედ საუკუნეების წინ ჩამოყალიბებული იდეოლოგიის შედეგია, რომელიც სომეხთა ეროვნული განუმეორებლობისა და განსაკუთრებულობის იდეაზეა დაფუძნებული. ამ ყველაფერმა კი მე-19 საუკუნის ბოლოსთვის თვისობრივად ახალ დონეს მიაღწია. რომ გაიგო წესივად რაზე არის საუბარი, დღევანდელ სომხეთშიც კი აქტიურად განიხილება ის აზრი, რომ ნებისმიერ ცივილიზაციათა მიღწევა ფაქტობრივად სომეხთა დამსახურებაა. ამ თეორიით ისინი არიან ბიბლიური ნოეს მეორე სამშობლო და ადამიანის მოდგმის რეინკარნაცია, ცივილიზაციის პიონერები და პირველი ამბანი შემქმნელნი და კიდევ მრავალი სხვა. ამ ბევრ ფალსიფიცირებულ სომხურ რეალობაში ამასთან არსებობს ხედვა დიდი სომხეთის, სადაც მათი სახელმწიფო დიადი არმენია თურმე სამ ზღვას, შავ, ხმელთაშუა და კასპიის ზღვებს შორის ყოფილა გადაჭიმული ოდითგანვე. ხოლო სომეხ ნაციონალისტებში ამგვარი სახელმწიფოს შექმნა არის ოცნება. სწორედ აი ამ ლოგიკით დაიწყო საქართველოსთან ომის მზადება. პირველი რაც მინდა ვახსენო, რომ ეს ვიდეო არ არის ბიძგება ეთნიკური შუღლისკენ. მიაღწევ მხოლოდ ფაქტებს, ხოლო თუ მომავლის პერსპექტივაში დადგა ისეთი მოცემულობა, რომ შეგვიძლია ჩვენი ისტორიული ტერიტორიების მოთხოვნა ან დაბრუნება, ჩვენი ქვეყნის ინტერესების მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. ეს არის და ეს. სომეხთა მასობრივი ისტორია საქართველოში იწყება მათი ინტენსიური მიგრაციით მე-19 საუკუნის დასაწყისიდან. მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ გააუქმა ქართული სახელმწიფო და ქართლ-კახეთი თავის საზღვრებში მოაქცია. ამ ადმინისტრაციული ცვლილებების შედეგად ისტორიული ქვემო ქართლის ნაწილი, ლორე ბამბაკი, ასევე ახალციხე, ახალქალაქის რეგიონი ტფილისის გუბერნიის შემადგენლობაში შევიდა. ამ ტერიტორიაზე სომხური მოსახლეობის მასობრივი დამკვიდრება პირდაპირ უკავშირდება მე-19 საუკუნეში რუსეთ-ირანის და რუსეთ-თურქეთის ომებს. იმპერიის ხელშეწყობით ოსმალეთისა და ირანის იმპერიებიდან სომეხ ლტოლვილთა პერმანენტული ტალღები ისტორიულ ქართულ მიწებზე სახლდებოდნენ. სწორედ ამიტომ 1830 წლისთვის მხოლოდ მესხეთ ჯავახეთში 100,000-ზე მეტი სომეხი ჩაასახლეს, ხოლო ბორჩალოს მაზრაში, რომელიც ლორესაც მოიცავდა, მხოლოდ 1827-29 წლებში 10,000-ობით ახალი მოსახლე გამოჩნდა. ცხადია სომეხი. ხოლო მე-19 საუკუნის ბოლოსთვის საქართველოში სომეხთა რაოდენობამ 1997,000 მიაღწია, რამაც მრავალსაუკუნოვან ქართულ მიწებზე ხელოვნური დემოგრაფიული დისბალანსი შექმნა. ამ ვითომდა მშვიდობიანი ექსპანსიის შედეგად სომხებმა იმდენად მოიკიდეს ფეხი საქართველოში, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის ისინი თბილისის ეკონომიკურ ბატონ-პატრონებად იქცნენ. ქალაქის თითქმის ყველა მსხვილი მაღაზია, ფირმა და კომერციული სექტორი მათ ხელში გადავიდა. მაგალითად, ლუიჯი ვილარი, იტალიელი ისტორიკოსი, რომელმაც მოინახულა თბილისი 1905 წელს, წერდა, რომ სომხები ქალაქის კომერციული აქტივობის ყველა დონეს აკონტროლებდნენ. სწორედ ამ ეკონომიკურმა და დემოგრაფიულმა მშვიდობიანმა ექსპანსიამ წარმოშვა სომხების მხრიდან პრეტენზიები არა მარტო ლორეზე, არამედ ახალქალაქსა და მთიან ელისავეტ-პოლზეც. მიუხედავად ამისა, ლორე ტაშირი 1918 წლამდე რჩებოდა საქართველოს ფაქტობრივ ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში, რაც დასტურდება საარქივო დოკუმენტებით, სადაც ჩანს, რომ რეგიონის სამრეწველო და სამხედრო კადრებს კვლავ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ნიშნავდა. მეტიც, დავით აღმაშენებლის დროიდან მოყოლებული ლორე საქართველოს განუყოფელი ტერიტორია იყო. პროცესები კი დაიწყო შემდეგნაირად. 1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ კავკასიის ფრონტიდან რუსული ჯარის მასობრივმა დეზერტირობამ
ოსმალეთს გზა გაუხსნა ბაქოს ნავთობისკენ. ამიერკავკასიის ფედერაციამ, სადაც სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო შედიოდა, წინააღმდეგობა ვერ გაუწია, ცხადია, რის გამოც ოსმალოებმა ყარსი, ბათუმი და ალექსანდროპოლი დაიკავეს. გერმანიას, რომელიც იმ პერიოდში ოსმალეთის მოკავშირე იყო, რეალურად მოუხდა საკუთარ მოკავშირეს დაპირისპირებოდა, ვინაიდან თვითონ უნდოდა ბაქოს ნავთობის კონტროლი, რაც ძალიან დეფიციტური იყო იმდროინდელ გერმანიაში და ამასთან სურდა კონტროლი მოეპოვებინა ბაქოს ნავთობის სატრანსპორტო მარშრუტებზე, ბაქო-ბათუმის, მილსადენსა და ბათუმისა და ფოთის პორტებზე. სწორედ ამიტომ გერმანია აქტიურ ზეწოლას ახდენდა საქართველოზე, რომ დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა, ვინაიდან ეს მას სამართლებრივ საფუძველს მისცემდა დაეცვა საქართველოს საკუთარი მოკავშირის ოსმალეთისგან. ნახეთ, მიზეზი იყო სულთა დიპლომატიური, ვინაიდან საქართველო ამიერკავკასიის ფედერაციის ნაწილი იყო, იგი ფორმალურად ომში იმყოფებოდა ოსმალეთთან, რაც გერმანიას არ აძლევდა უფლებას ღიად ჩარეულიყო კონფლიქტში მოკავშირის წინააღმდეგ. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში კი გერმანია საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ ცნობდა, მასთან მეგობრულ ხელშეკრულებას გააფორმებდა და სამხედრო ძალითაც დაეხმარებოდა, რამაც საბოლოოდ თბილისიც კი გადაარჩინა ოსმალოებისგან. 1918 წლის 10 ივნისს მდინარე კამენკასთან ბრძოლა გაიმართა ქართულ-გერმანულ და თურქულ ნაწილებს შორის. ქართულ-გერმანულმა შენაერთმა შეაჩერა თურქების მოძრაობა თბილისისკენ. ამრიგად მდინარე ჯორაგეტი, ანუ იგივე კამენეკა, გახდა დე-ფაქტო საზღვარი საქართველოსა და თურქეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის. ცხადია, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ 28 მაისს აზერბაიჯანმაც და სომხეთმაც გამოაცხადეს დამოუკიდებლობა და ცხადია დადგა ტერიტორიების გამიჯვნის საკითხი. სამივე ქვეყანამ რეალურად ერთმანეთს ურთიერთმიუღებელი ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა და აქედან დაიწყო უკვე შეუქცევადი პროცესები. 1918 წლის შემოდგომისთვის სომხეთ საქართველოს ტერიტორიული დავის ობიექტი გახდა ძირითადად თბილისის გუბერნიის სამხრეთი ნაწილი, რომელიც მოიცავდა ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრების ტერიტორიას. როგორც აღვნიშნე, ამ ტერიტორიებზე სომეხთა მასობრივი ჩასახლება სწორედ მე-19 საუკუნიდან იწყება. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ სომეხთა გარკვეული რაოდენობა მაქამდე ცხოვრობდა მან, თუმცა გაცილებით ნაკლები რაოდენობა. სომეხი ნაციონალისტების აზრით, მთელი ახალქალაქის მაზრა და ბორჩალოს მაზრის ნახევარზე მეტი სომხეთის შემადგენლობაში უნდა შესულიყო, ხოლო ყველაზე რადიკალები ითხოვდნენ ჩრდილო-დასავლეთით ბათუმამდე გაფართოებას, შავ ზღვაზე გასასვლელით. წარმოიდგინეთ, რამხელა ტერიტორიებზე ჰქონდათ პრეტენზია, რომლებზეც არანაირი საფუძველი არ არსებობდა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ჩვენი ტრაგიკული შეცდომა. ჩვენ რეალურად მივიღეთ სომხები დავასახლეთ საქართველოში და არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწიეთ. ცხადია, არსებობს არგუმენტი, რომ მაშინ საქართველო დამოუკიდებელი არ იყო, ამიტომ რუსეთის იმპერია დამოუკიდებლად ახორციელებდა ამ გადასახლებებს. თუმცა სწორი შიდა პოლიტიკით თავისუფლად შეიძლებოდა მათი ეკონომიკური გაძლიერება და მიგრაცია საქართველოს ხარჯზე შეგვეჩერებინა, რაც სამწუხაროდ საბოლოოდ ტერიტორიებად დაგვიჯდა. ქართველ პოლიტიკოსების უმრავლესობა იმ პერიოდში ცხადია მიიჩნევდა, რომ თბილისის გუბერნიის სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადახედილიყო, თუმცა სომხეთისთვის ეს არაფერს ნიშნავდა. სანამ უშუალო დომზე გადავალ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი უნდა გითხრათ. იმ პერიოდის სომხეთის პირველ რესპუბლიკას მართავდა პარტია დაშნა კცუტიუნი, რომელიც 1890 წელს თბილისში დაარსდა. მათი იდეოლოგია კი ნაციონალ-სოციალიზმი იყო. დაშნაკების, რომელიც მათი შემოკლებული სახელწოდებაა, მთავარი სტრატეგია დიადი სომხეთის შექმნა იყო, ხოლო სწორედ მათი რადიკალური მიდგომა საზღვრებისადმი, რაც ეთნიკური პრინციპით ისტორიული მიწების შემოერთებას გულისხმობდა, გახდა მეზობელ საქართველოსა და აზერბაიჯანთან მწვავე შეიარაღებული დაპირისპირების მთავარი მიზეზი. სანამ ყველაზე საინტერესო ადგილზე გადავალ, აღწერაში არის ჩემი ტელეგრამის ლინკი, რომელიც აუცილებლად გამოიწერეთ და ასევე გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, რომელთაც ძალიან დამეხმარებით. ომი სომხეთმა დაიწყო 1918 წლის 18 ოქტომბერს, როდესაც მათმა სამხედრო რაზმმა სამხრეთიდან გადაკვეთა სადემარკაციო ხაზი და შევიდა ქობერის რკინიგზის სადგურზე. გერმანიის სარდლობამ, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ იმყოფებოდა რეგიონში, სომხებს ქობერის დატოვება მოსთხოვა, მაგრამ ეს მოთხოვნა არ შესრულდა. ვითარების გართულების გამო ქართველებმა და გერმანელებმა საქართველოს მთავრობას დამატებითი ძალების გაგზავნა მოსთხოვეს. ქართულმა სარდლობამ სანაინში 2 ჯავშან-მატარებელი და 250 კაციანი რაზმი გაგზავნა. ძალთა ბალანსის შეცვლის შემდეგ სომხურმა რაზმმა 20 ოქტომბრის საღამოს ქობერის სადგური დატოვა. 2 დღის შემდეგ 23 ოქტომბერს კი სომხური მხარე 3 ასეულით თავს დაესხა გერმანულ პოსტს სოფელ ხარინჯში და აიძულა გერმანელები დაეტოვებინათ პოზიციები.
სანაინში დისლოცირებულმა ქართულმა სარდლობამ გერმანელების დასახმარებლად ქვეითი ასეული და ჯავშანმატარებელი გაგზავნა. მეორე დღეს კი საქართველოს მთავრობამ ბორჩალოში საგანგებო ვითარება გამოაცხადა და რაიონის გამგებლად გენერალი გიორგი წულუკიძე დანიშნა. სოფელ ქარენჯის მიდამოებში შეტაკებები 25-27 ოქტომბერსაც მიმდინარეობდა. თუმცა საბოლოოდ ამ თვეს დახმარებისა და ქართული ჯავშანმატარებლის გამოჩენამ ვითარება საგრძნობლად შეცვალა საქართველოს სასარგებლოდ და უკვე 26 ოქტომბერს ერევნიდან სომხეთის პრემიერ-მინისტრ იუანე ქაჯაზნუნის სახელით, რომელიც სხვათა შორის საქართველოში დაიბადა, გაეგზავნა დეპეშა, რომელიც იტყობინებოდა, რომ სომხურმა შენაერთებმა წათერი და ქარენჯი დატოვეს. ამით ოქტომბრის თვეში საომარი მოქმედებები შეწყდა, თუმცა ამ ყველაფერმა სათავე დაუდო დეკემბერში გაცილებით მასშტაბურ კონფლიქტს. ომის პირველი ნაპერწკალი 5 დეკემბერს ბორჩალოს მაზრის სოფელ უზუნლარში გაჩნდა. აქ განლაგებული იყო ქართული გარნიზონი, რომელსაც თავს დაესხნენ და ერთი ქართველი ჯარისკაციც კი მოკლეს. სხვები კი განაიარაღეს და ტყვე დაიყვანეს. ამ ფაქტს წინ უძღოდა ორმხრივი უკმაყოფილება, ადგილობრივი სომეხი გლეხები ქართველ სამხედროებს დისციპლინის არქონაში და უხეშობაში ადანაშაულებდნენ. ქართველები კი მოსახლეობას პროვოკაციულ ქმედებებში სდებდნენ ბრალს. ცხადია, აქ სიმართლის დადგენა შეუძლებელია. სავარაუდოდ ორივე მხრიდან არის სიმართლის გარკვეული მარცვლები. ვითარების გამოსასწორებლად 9 დეკემბერს გენერალმა წულუკიძემ უზუნლარში რაზმი გაგზავნა წესრიგის აღსადგენად, თუმცა ქართულმა შენაერთმა სოფელში შესვლა ვერ შეძლო, რადგან მათ წინააღმდეგ არა მხოლოდ შეიარაღებული ადგილობრივები, არამედ პროფესიონალი სომეხის სამხედროებიც გამოჩნდნენ. ანუ ომი ფაქტობრივად დაწყებული იყო, ხოლო სომხებს ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდათ. 9 საათიანი სასტიკი ბრძოლის შემდეგ ქართულმა რაზმმა და მისმა ხარდამჭერმა ჯავშანმატარებელმა დანაკარგები განიცადეს და უკან სანაინის სადურისკენ დაიხიეს. ამ დროს გამოიკვეთა ქართული სარდლობით ძალიან დიდი შეცდომა. გენერალ წულუკიძეს ეგონა, რომ ეს უბრალოდ ლოკალური კონფლიქტი და შეიარაღებული ბანდების თავდასხმა იყო, თუმცა რეალობა საერთოდ განსხვავებული აღმოჩნდა. მან ვერ გააცნობიერა, რომ მის წინაშე სომხეთის რეგულარული არმია იდგა. ამ სიმშვიდის გამო მან თბილისიდან დამატებით მხოლოდ 1 ასეული ჯარისკაცი მოითხოვა. 10 და 11 დეკემბერს შეტაკებები კიდევ უფრო გამწვავდა. სომხურმა მეოთხე ქვეითმა პოლკმა ადგილობრივებთან ერთად სანაინის სადგურის დაბომბვა დაიწყეს. სომხურმა ჯარმა მოახერხა ქართველი მესაზღვრეების პოზიციებისთვის გვერდის ავლით ალავერდის გარეუბნების დაკავება. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ სანაინსა და ალავერდს შორის რკინიგზო ხაზი დაზიანდა, რის გამოც ქართული ჯარი ორ იზოლირებულ ნაწილად გაიყო. ერთი ჯგუფი სანაინში აღმოჩნდა წულუკიძის მეთაურობით, ხოლო მეორე კი ალავერდში. 12 დეკემბერს თბილისიდან ჩამოსულმა დამხმარე ძალებმა სცადეს სანაინში ალყაშემორტყმული ჯავშანმატარებლისა და ქვეითების გამოხსნა. თუმცა უშედეგოდ მოწინააღმდეგემ რკინიგზის ხიდი ააფეთქა, ხოლო ამან ქართული ნაწილები კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააყენა. სრული სიგიჟე წარმოიდგინეთ, რამდენად უვიცი ხალხი იყო იმდროინდელ ხელისუფლებაში. 12 დეკემბერს, როცა ფრონტზე ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო, ქართული გვარდიის ნაწილი თბილისში სახალხო გვარდიის დაარსებით წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე გამოიძახეს, რამაც ფრონტის ხაზი ცხადია კიდევ დაასუსტა. აქ შეფასებები თქვენ თვითონ გააკეთეთ. 14 დეკემბერს წულუკიძე იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა სანაინი და ალავერდი, რის შედეგადაც გამაგდა სადახლოს მიმართულებით. პარალელურად საბრძოლო მოქმედებების ახალი კერები გაჩნდა ვორონცოვკისა და ახალქალაქის რაიონებში, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქართველო უკვე სრულ მასშტაბიან ომში იყო ჩაფლული. მას შემდეგ, რაც სანაინი და ალავერდი ჩვენდა სამწუხაროდ დაეცა, ქართულმა ნაწილებმა სადახლოსკენ დაიხიეს. ვითარება კატასტროფული ჩანდა. სომხური არმია, რომელიც რიცხობრივად ბევრად აღემატებოდა წულუკიძის დაქსაქსულ რაზმებს, მეთოდურად იკავებდა ლორე ბორჩალოს სოფლებს. 18-19 დეკემბერს მოწინააღმდეგემ დაიკავა აირუმი და შულავერი. ეს იყო ომის ყველაზე კრიტიკული მომენტი, იმიტომ რომ შულავერის დაკავებით რეალურად სომეხთა არმიას თბილისისკენ ეხსნებოდა გზა. ამასთან ქართულ ჯარში ცხადია მორალური დაცემა იგრძნობოდა, რასაც ხელს უწყობდა ზურგში მომუშავე სომხური დივერსიული ჯგუფები, რომლებიც რკინიგზებსა და კავშირგაბმულობას აზიანებდნენ. თუმცა სწორედ მაშინ, როცა საფრთხე თბილისს უშუალოდ დაემუქრა, ქართულმა სახელმწიფოებრივმა მანქანამ გარკვეულწილად მუშაობა დაიწყო. გამოცხადა საყოველთაო მობილიზაცია. 18 დეკემბერს ფრონტის სარდლად დაინიშნა გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, ხოლო შტაბის უფროსად გიორგი კვინიტაძე. ამ ორმა პროფესიონალმა ქაოსი ორგანიზებულ წინააღმდეგობად აქცია.
განსაკუთრებით აღსანიშნავია 19 დეკემბერს განვითარებული მოვლენები დღევანდელ ბოლნისის ტერიტორიაზე. აქ დისციპლინის ნაკლებობამ კინაღამ მორიგი ტრაგედია გამოიწვია. გვარდიელებს ღამით საგუშაგოებიც კი არ ჰქონდათ დაყენებული, როდესაც სომხური პოლკი თავს დაესხა მათ. თუმცა აქ გამოჩნდა ქართული საბრძოლო სულისკვეთება. მიუხედავად მოულოდნელობისა, კონჩეტევაძე გადასულმა ქართველებმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის კავალერიის დახმარებით მტერი გაანადგურეს და артиლერიაც კი დაიბრუნეს. ეს იყო პირველი ფსიქოლოგიური გამარჯვება ამ ომში ქართველების მხრიდან. 29 დეკემბრისთვის ქართველებმა მოქმედება აქტიურად დაიწყეს. სომხური სარდლობა დარწმუნებული იყო გამარჯვებაში და თითქმის ყველა რეზერვი შულავერის დასაცავად გადაისროლა. როგორც კი დახმარება მოვიდა, დაახლოებით 1000 კაცამდე კახეთიდან და დასავლეთ საქართველოდან დაიგეგმა შეტევა ორი მიმართულებით. შტურმით უნდა აეღოთ შულავერი და რკინიგზის ხაზის გასწვრივ დაერტყათ სადახლოს მიმართულებით, რათა შულავერში დისლოცირებული სომხური შენაერთებისათვის ზურგიდან იარაღისა და ცოცხალი ძალის მიწოდების საშუალება მოესპოთ. 28 დეკემბერს ზუსტად 12 საათზე ქართულმა артиლერიამ ცეცხლი გახსნა, დაიწყო ომის ყველაზე სისხლისმღვრელი და გადამწყვეტი შეტაკება. 3500-მდე ქართველი მებრძოლი ოფიცერთა რაზმების ჩათვლით შეუჩერებლად მიიწევდა წინ. 29 დეკემბრის დილას ქართული დროშა შულავერზე აღიმართა, მტრის ფრონტი გაირღვა. 30 დეკემბერს ქართველებმა დაიკავეს სადახლო და სოფელი ლამბალო, ხოლო სომხური არმია პანიკურად იხევდა უკან. რეალურად ქართველებს გაცილებით დიდი ტერიტორიების დაკავება შეეძლოთ, თუმცა პარალელურად მიმდინარეობდა სომხურ-ქართულ-ბრიტანული სამშვიდობო მოლაპარაკებები, რამაც ამ ყველაფერს ხელი შეუშალა. 30 დეკემბერს ამ მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო, მაგრამ საქართველოს მთავრობამ სარდლობას დროულად არ აცნობა მოახლოებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. აქაც ჩანს, რამდენად უვიცები იყვნენ იმდროინდელ საქართველოს ხელისუფლებაში. ცეცხლის შეწყვეტა უნდა მომხდარიყო 31 დეკემბერს 24 საათისთვის. ამიტომ სომხეთმა ამით ისარგებლა, ვინაიდან ზავი 24 საათზე უნდა ამოქმედებულიყო, სომხურმა ნაწილებმა ბოლო მომენტში სცადეს სადახლოს დაბრუნება, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან უკეთესი პოზიცია ჰქონოდათ. თუმცა ქართულმა ჯარმა იერიში მოიგერია და მტერი საბოლოოდ განდევნა. თუმცა მათ სოფელი ლამბალოს დაკავება მაინც მოახერხეს. ამ სამკვირიან ომში საქართველოს მხარეს დაახლოებით 20,000-იანი არმია იბრძოდა, ხოლო სომხეთის მხარეს დაახლოებით 12,000. ქართული მხარის დანაკარგები 600-დან 700-მდე დაღუპულს და 1600-მდე დაჭრილს შეადგენდა. სომხური მხარის საერთო დანაკარგები დაახლოებით 1500 კაცი იყო. 1919 წლის 1 იანვარს მოკავშირეების შუამავლობით სომხეთ-საქართველოს ომი შეწყდა. სამხრივ კონფერენციაზე, რომელიც ბრიტანელ ლეიტენანტ პოლკოვნიკ ნილ სტიუარტის თავმჯდომარეობით გაიმართა, მხარეები ლორეში ნეიტრალური ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ. სომხეთმა უარი თქვა ახალქალაქზე, რომელიც ისედაც ჩვენი იყო, ხოლო საქართველოს სამწუხაროდ კონტროლი დაკარგა ლორეს რეგიონზე. შეიძლება ომი ბრძოლა მოვიგეთ, თუმცა ტერიტორიულად საბოლოოდ დავმარცხდით. რეალურად მოლაპარაკებების გაჭიანურება შეიძლებოდა, რითაც პოზიციებს განვიმტკიცებდით ბრძოლის ველზე, თუმცა იმდროინდელი ხელისუფლების პირობებში სამწუხაროდ ეგ არ მოხდა. რამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ რესპუბლიკების, ანუ საქართველოს და სომხეთის გასაბჭოების შემდეგ მოსკოვმა საზღვარი სწორედ 1918 წლის 31 დეკემბრის ფაქტობრივი საბრძოლო ხაზის მიხედვით დაადგინა, რაც მას შემდეგ არის უცვლელი, რითაც საბოლოოდ დავკარგეთ ლორე. მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ, გამოიწერით არხი.